მას შემდეგ, რაც ქიმიკოსმა ნებსმა პირველი ფოტო გადაიღო, თითქმის 150 წელი გავიდა. წამში დაჭერილი კადრის ხელოვნება კი დღემდე ვითარდება. ამას სხვადასხვა ფოტოკონკურსებიც მოწმობს. სწორედ ასეთი პოპულარული ფოტოკონკურსის ფოტომანი 2010-ის გამარჯვებულებს კაფე Discovery მასპინძლობს. კონკურსი ფოტომანი უკვე 3 წელია ტარდება. ყოველწლიურია. წიფლის ივენტი, რომელსაც მე წარმოვადგენ, წელს ჩაერთო პირველად. მე ძალიან გმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ფოტოგრაფიასთან მხოლოდ მოყვარული ზონეზეც არა. საქართველოში ფოტოგრაფია ძალიან პოპულარული. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ძალიან ხშირად შეხვდებით ქუჩაში ახალგაზრდებს, რომლებიც ფოტოკამერა აქვს, გადაკიდებული ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრს აქვს, ბევრ ახალგაზრდას სურვილი, რომ გახდეს სერიოზული ფოტოგრაფი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ფოტომანი წელს მესამედ ჩატარდა. 22 მონაწილე და 10 ფინალისტი SMS-ებითა და ვებ-გვერდიდან მიღებული ქულებით გამოვლინდა. პირველი ადგილისა და გრან-პრის მფლობელი კი რომან ლუმიძე გახდა. საერთოდ ბუნებით ძალიან მაქსიმალისტი ვარ და როდესაც რაიმე კონკურსში მონაწილეობ, მიზანი ყოველთვის მაქსიმალური მაქვს ხოლმე დასახული. ჩანაფიქრი ზუსტად განვახორციელე და პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფოტომ გადაწყვიტა ჩემი შემდგომი ფავორიტობა თუ გამარჯვება. შიერი ბიჭოლა სჭამის პროცესი. კახი კალაძე ანუკისთან ერთად. თიკო სადუნიშვილი. მოკლედ, პაპარაცის ობიექტივში ცნობილი ადამიანები მოხვდნენ. საუკეთესო პაპარაცი კი გაზეთ პრაიმ ტაიმმა დააჯილდოვა. ძალიან საინტერესო და კრეატიული ადამიანები იყვნენ. პრაიმ ტაიმის ფავორიტი გახდა ლაშა ღუღუნიშვილი. მეტნაკლებად მისი ფოტო აკმაყოფილებდა პაპარაცული ფოტოს კრიტერიუმებს. სიტუაციით ვისარგებლეთ და იმის გარკვევალ ცადეთ, რას უნდა ველოდოთ პრაიმ ტაიმისგან აგვისტოში. აგვისტოში გელოდება ძალიან საინტერესო ივენთი. მინდა გითხრა და რა თქმა უნდა, პრაიმ ტაიმი ბათუმიდან განაგრძობს მუშაობას, ბათუმიდან გექნება ცხელ-ცხელი ამბები. წინ ცხელი ზაფხულია პაპარაცებითა და პეიზაჟების მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ნამდვილი ფოტომანია იწყება. მოკლედ ყურადღებით, ყველგან ფოტოგრაფები არიან.